მადლობა ჩართვისთვის. ვისაუბრია, რომ ბიზნეს ეს სტილი არის მართვის. ის მოსკოვიდან მოყოლებული დიდხანს არაჩერებს ადამიანებს, რომელზეც რაღაცა ეჭვია, კანჭორებია, ან მიაჩნია, რომ თავის რესურსი ამოწურა, ძალიან ტრანზაქციულია და ფაქტიურად იგივეს აგრძელებს ახლა მთავრობაში, არავინ არ არის დარწმუნებული, რამდენი ხნით არის, როგორც არის, ძალიან ბევრი მინისტრის სახელი და გვარი არც იცის მოსახლეობის ძალიან დიდმა ნაწილმა და შესაბამისად ეს არის ის სტილი, რასაც ის არ ღალატობს უკვე აწლეულია. ამიტომ გასაკვირი აქ არაფერი არ არის, მართლა რაღაც ჰოლდინგივით მართავს ამ ქვეყანას თავის ინტერესებიდან გამომდინარე, რაც მას პირადად მიაჩნია, რომ ჭირდება. იქნება ეს საშინაო ფაქტორებზე, შიდა ფაქტორებზე თუ საგარეო ფაქტორებზე გამომდინარე. რა თქმა უნდა, ამას ყველაფერს ითვალისწინებს, იმიტომ რომ მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ის მოწყვეტილია რეალობას და არ იცის რა ხდება და აი დღეს და ის შეცდომებს დაუშვებს. ჯერჯერობით არ უშვებს შეცდომებს, მაგრამ თუ არ დააშვებინეს ისეთ საგარეო ფაქტორიდან გამომდინარე, რომელიც ცალსახად მიმულია ისევ მის ლოდინთან, როდის გაუღიმებს ტრამპი, როდის მიიღებს ტრამპისგან იმ მწვანე შუქს, რომელიც მას აღიარებს როგორც მმართველს, აღიარებს მთავრობას უპირობოდ ყოველგვარი წინაპირობების გარეშე, რომელიც სახელმწიფო მდივანი რუბიოს არაერთხელ კომუნიკაციაში ჩამოუყალიბებია და არის წერილობითი მათ შორის გზავნილი თუ რა არის საჭირო იმისთვის, რომ საქართველოს დღევანდელმა მმართველმა გუნდმა ამერიკასთან ურთიერთობები რაღაც ფორმით მაინც დაალაგოს. კი ბატონო, ჩვენ გვილაპარაკია ამ თემაზე, მათ შორის რა შეიძლება იყოს ეს გზავნილები. თქვენ ახსენეთ, რომ ის ტრანზაქციული მმართველია, ასე ვთქვათ, საპატიო თავმჯდომარის სტატუსი აქვს, მაგრამ ვიცით, რომ ის მმართველია და ეს ალბათ ნიშნავს, რომ პრემიერ-მინისტრი არ უარყოფს, კი ბატონო, არავინ არა, კი ბატონო. კი ბატონო, ტრანზაქციული ალბათ ნიშნავს, რომ კონტექსტის მოვლენების გარემო ფაქტორებს აუწყობს ფეხს. ეხლა ეს გარემო ფაქტორები მას რას აიძულებს და აი ტრამპის გაღიმების მოლოდინი, აი გუშინდელი განცხადება საელჩოსი, რომელიც თქვათ აი ამ სიძულვილის ენასთან ბრძოლის სამმართველოზე შეშფოთებულები ვართო, როცა წერდნენ, აი ამ პროცესს თქვათ როგორ ეხმიანება თუ ეს შეიძლება რაღაც მცირედ კრიტიკად ჩავთვალოთ, იმიტომ რომ უფრო კრიტიკული ყოფილა ხოლმე საელჩო ბაიდენის ადმინისტრაციის პერიოდში და ყოველდღიური ქარდებით და განცხადებებით აქტიურად. აი ნუ ახლა საელჩოს რუტინა არის, რომ ეს განცხადება უნდა გააკეთოს, რა თქმა უნდა, სახელმწიფო დეპარტამენტთან შეთანხმებული, მაგრამ კიდევ ერთხელ ეს ხალხს უსვევს, რომ მე ადრეც ვისაუბრია სხვა ეთერშიც, რომ ფაქტია, რომ ეს მოლოდინი, რომ ტრამპთან პიროვნულად გაგების დონეზე შეუძლია დაალაგონ, შეიძლება რაღაც თემები დაალაგონ, მაგრამ დიდი ალბათობით და ყველაფერი იმისკენ მიდის, რომ ეს საკითხი თავიდან ბოლომდე აქვს ჩაბარებული რუბიოს სახელმწიფო მდივანს, სახელმწიფო სწორედ დეპარტამენტს იმ კონკრეტული მოთხოვნებიდან და საჭიროებიდან გამომდინარე, იქნება ეს რუსეთი, იქნება ეს ჩინეთი, იქნება ეს ირანი, იქნება ეს დემოკრატიული უკუშვა, იქნება ეს კანონის უზენაესობა თუ ასე შემდეგ, რაც ჩამოთვლილია მათ შორის ანაკლიაზე ძალიან მკვეთრად გამოჩნდა, რომ ის გადაწყვეტილებები, რაც მიიღო ქართულმა ოცნებამ ჩინურ კომპანიასთან დაკავშირებით, უკან უწია ამის წაღება და რაღაც ახალი ფორმა იპოვეს, რასაც სახელმწიფო მმართველობა. ეს ცხიმილის მოლოდინის პროცესში გაკეთებული, მიღებული გადაწყვეტილება იყო? რა თქმა უნდა, ხა ვინც ჩახედულია ოდნავ მაინც ძალიან კარგად ხვდება, რომ ბიზნესთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მაინც ერთ ადამიანზე ვლაპარაკობ და თავიდან ბოლომდე ის არის მართველი ამ და მართავს ამ სიტუაციას და მას მიაჩნია, რასაც მას მიაჩნია, რომ კარგი, ეს უნდა მიაჩნდეს ყველას და შესაბამისად ეს რა თქმა უნდა მაგ კონტექსტში არის გაკეთებული. აი საერთო ჯამში თავარი კითხვა ხო რაზეა, სასწორზე დგას ვაშინგტონში, იმიტომ რომ ხშირად გვესმის, რომ აი კონგრესის სენატი ჩვენ არ გვაინტერესებს, აი რა სიტყვის პრეზიდენტი, ეს არის მნიშვნელოვანი, მაგრამ კონგრესის სენატი არის ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ნაწილი. აღმასრულებელი ხელისუფლება სწორედ მოქმედებს კონგრესი და სენატის ძალიან კონკრეტული კანონებით და მიმართულებებით და ტრამპთან ძალიან მჭიდრო თანამშრომლობით და შესაბამისად ის რაც სასწორზე ისევ დგას, ამ ქვეყნის დემოკრატიული მმართველობა. და იქ საერთო ჯამში სულ არის ცდილობა იმაზე, რომ დააბრუნონ ნორმალურ რელსებზე, რასაც საქართველოს მოსახლეობა ითხოვს და დარწმუნებული ვარ
ამაზე ძალიან ხშირად არის საუბარი და ერთ-ერთი მთავარი მე ვფიქრობ აი გადამწყვეტი მომენტი ჩვენ ადრეც გქონდა საუბარი რა მართლობის თუ დააკვირდებით შიდა მართლობის თვალსაზრისით ბიძინა სუფთა დიქტატორად იქცევა ის აი რასაც გიაყვებოდა ხუხაშვილი აი ესე ხო დიქტატორები ექცევიან თავის შიდა გარემოცვას გარეთ ეს რაც გააკეთა მათ აი ამ წინა წელს მოვლენებთან დაკავშირებით და ეს ტერორი რაც ნახეთ სახელმწიფოს ამ დემონსტრანტების დაჭერილი ადამიანების ინდისის პატიმრების თუ სხვების მიმართ ყველას ჰქონდა იმის ასევე მოლოდინი რომ ამას გააგრძელებდა როგორც ეს ბელორუსში გაკეთა მაგრამ გააჩერა ეს ძალიან სელექტიურია ვისთან რა გააკეთოს მაგრამ თუ ეს ისევ ტალღა გაგრძელდა და ამის ძალიან მნიშვნელოვანი ინდიკატორი იქნება აი ზუსტად რაც ხდება ახლა რომ ყველა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის ლიდერი რამოდენიმეს გამოკლებით ჩემ გასაკვირად იმიტომ რომ როგორც ჩანს აქაც სელექციურები არიან ფაქტობრივად ციხეში უნდა წავიდნენ ან ქვეყნიდან უნდა გააძევონ ხო ანუ ეს არის ცოტახნით გადაიდო ეს პროცესი ესეც რაღაც მოძრაობის ან თამაშის ნაწილია კი რა თქმა უნდა და ეს თუ მან აი ეს ხო სულ ვაჭრობის რეჟიმში ანუ სულ მუდმივად მიდის შიდა თუ გარე თემებით შეს კომუნიკაცია იმ ლობისტების მეშვეობით და იმ ადამიანების მეშვეობით რომელიც ცდილობენ რომ დაარწმუნონ ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაცია რომ ბიძინა და დღევანდელი მმართველობა უნდა მიიღონ როგორც არის როგორც ეს გაკეთა მაგალითად მიაჩნიათ აზერბაიჯანთან ხო რატო ხო აზერბაიჯანი ხო შეიძლება მიიღო როგორც არის და იმ ფორმით რომ არ არის სუპერ დემოკრატიული ყველაზე რბილად რო ვთქვა ხო ანუ ეს სტანდარტი უნდათ რომ რაღაცნაირად დაამკვიდრო მაგრამ განსხვავება ის არის დიანა რომ ალიევ პრეზიდენტია ქვეყნის მას აქვს ასრულისგებლობა პოლიტიკური აღებულება და ბიძინა ივანიშვილი საპატიო თავმჯდომარე რომელიც ესეთი რამე პოლიტიკაში მხოლოდ დიქტატორებს თუ შეეხება ხოლმე და ძალიან რთული იქნება მათ შორის ამ თამაშის პროცესში მას რაღაც საპატიო ფიგურას რომელიც ჯერჯერობით არ ჩანს მას დაბრუნების მორიგი გამოწვევა ხომ არ ექნება აი ამ პროცესში თვალის ჩაკვრის მოლოდინში ან ხელის ჩამორთმევის მოლოდინში იცით რა ძალიან მნიშვნელოვანია მისთვის იმიტომ მნიშვნელოვანი რომ არ იყოს აი ამდენ მანივრს ესე ვთქვათ გადაადგილებებს არ გააკეთებდა დარწმუნებული ვარ ამდენ ესე ვთქვათ კომუნიკაცია არ ექნებოდა მათ შორის ყველა მცდელობა არის რომ იქნება ეს ტრამპის მათ შორის სათავჯენების აშენების შეთავაზება ჩართვა ამაში ქართულ ოცნებასთან დაახლოებული სამშენებლო დეველოპერი კომპანიების ამოქმედება იქ ზაზაფაჩულია თუ სხვა ადამიანები რომლებიც აი ამ თემაში ამერიკასთან მიაჩნიათ რომ დაალაგებენ რაღაცებს მაგრამ პოლიტიკა სხვანაირად მუშაობს ეს მარტო გაგების დონეზე და პიროვნულ ურთიერთობებს მიუხედავად ტრამპის ძალიან განსხვავებული მმართველობის სტილისა ამერიკის შეერთებული შტატები ევროპას თავი რო დავანებოთ ხელი ჩაიქნეს ამათმა და გამოაცხადეს deep state-ად და საერთოდ წალწაღებულებად ეს კონგრესი, სენატი, სახელმწიფო ინსტიტუტების, სახელმწიფო დეპარტამენტი და მარკო რუბიო არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელსაც ჯერჯერობით ვერაფერი ვერ მოუხერხეს. გან არ უნდათ, რომ სენატი და კონგრესი მათ მხარეს იყოს და მიიღოს ის რუბიო პერსონალურად უფრო პოლიტიკის წესებით თამაშობს თუ მოქმედებს ვიდრე ვთქვა ტრამპი რომელზეც თქვენ საუბრობთ ხომ არ ფიქრობთ რომ ოცნებაც დააკვირდებით მიცემული აქვს რაღაც პრიორიტეტები ძალიან კონკრეტული ადამიანებისთვის და ძალიან მნიშვნელოვანია ტრამპისთვის ახლა მარკო რუბიოს განსაკუთრებით იმ კრიზისში, რომელიც არის ირანთან დაკავშირებით, რომელიც არის შიდა პოლიტიკასთან, შეიძლება მან დაკარგოს უმრავლესობა, მარკო რუბიო ძალიან გავლენიანი სენატორი იყო. ამიტომ მარკო რუბიოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია დემოკრატიული მმართველობის ხარისხი საქართველოში, როგორც სტანდარტი იმისთვის, რომ საქართველოს არ გახდეს საბოლოოდ რუსეთის მოკავშირე, რასაც ქართულ ოცნებას თუ დააკვირდებით, რასაც ქვია პოლიტიკის შედეგი, ანუ ყველაფერი მისცეს რუსეთს ეკონომიკურად, ფინანსურად, ტურისტულად, უძრავი ქონების, ანუ ყველა პირობას უქმნიან იმისთვის, რომ რუსეთმა თავის გავლენები მაქსიმალურად დაიმკვიდროს აქ და შესაბამისად ეს შეუმჩნეველი არავისთვის არ არის და რაც თავარი ქართველი მოსახლეობის მათ შორის ქართული ოცნების აღმოჩენისთვის არ მგონია მისაღები იყოს ბოლომდე და ამას ქართული ოცნების ლიდერშიპი ეგრეთ წოდებული ძნობს, რომ ის მულტივექტორული პოლიტიკა, რასაც ისინი ეძახიან, თუ შერჩება რუსეთს, თურქეთსა და ირანს შორის და ცენტრალურ აზიას შორის ეს ეგრეთ წოდებული ბალანსის პოლიტიკა და დასავლეთი და ევროპა, ამერიკა ამოვარდნილი იქნება აქედან,
ეს საქართველოს აბრუნებს 2 საუკუნით უკან. არავის არ ჭირდება ეს, ანუ დასავლეთის ფაქტორის ამოგდება, შიდა ფაქტორის გათვალისწინება ბიზნესთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ძალიან კარგად ხვდება, რომ ეს მისთვისაც პრობლემურია და ამაზე გვისაუბრია, მან იცის რომ პუტინთან და პუტინის რუსეთთან მასაც ჭირდება ბალანსი, რაღაცა ფორმით რომ არ შერჩეს მარტო იმ სისტემას, რომელიც ფაქტობრივად მორღვევის რეჟიმში არის, სერიოზულესი პრობლემებია. კი ბატონო, ასე განსაკუთრებით ბოლო პერიოდში. აი თქვენი პასუხიდან გამომდინარე, ასე დავსვამ კითხვას, ცალსახარო მათ აინტერესებთ შეერთებული შტატები. ყოველ შემთხვევაში მაგალითად გუშინ საელჩოს განცხადებაზე მეც არ განვავრცობთ, ასეთი იყო ქართული ოცნების წარმომადგენლების კომენტარები, რომლებიც თქვათ ევროკომისიას, ევროკავშირს, ევროპარლამენტს სხვა ტონით და სხვა განცხადებებით პასუხობენ. მაგრამ მიუხედავად ვითარებისა, მათ შეეძლოთ დაელაგებინათ შეერთებულ შტატებთან. ანუ გადაედგათ ის ნაბიჯები, რომლებიც მათ შიგნით ხელისუფლებას არ დააკარგვინებდა, მაგრამ შექმნიდა აი დათბობის, გაგების, თქვათ, თანამშრომლობის ფორმატს, ან თქვათ, რომელიღაც არ ვიცი, ნავმისადგომისთვის ტრამპის სახელი რომ დაერქმიათ. სიტყვაზე ვამბობ, ანუ არსებობდა თემები, რომელზეც შეეძლოთ. ანუ ფიქრობ თუ არა, რომ ისინიც აქაც კი რაღაცა ორმაგი წელვის პოლიტიკას მიმართავენ და ელოდებიან დიდ სურათში უკრაინა-რუსეთის ომის, რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებას და შემდეგ როგორც დალაგდება ვითარება, იმაზე გადაწყობას აი ამ ტრანზაქციული, როგორც თქვენ ახსენეთ, ბუნებიდან გამომდინარე. ანუ შეეძლოთ თუ არა მათ კითხვა ასეთია პრინციპში, ტრამპთან ბევრად უფრო დროულად დალაგება, მართლაც ეს მათი სასიცოცხლო ამოცანა რომ იყოს. იცით არის, ტრამპსაც უნდაოს დალაგება, ხა ნამდვილად არ ამგონია, რომ პრიორიტეტული იყოს ტრამპისთვის და ამერიკის ადმინისტრაციის დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, ნომერ პირველი იყოს საქართველო. მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი თემა, იმიტომ მარკო რუბიოსთვის, სახელმწიფო დივნისთვის და უშუალო საბჭოს დივნისთვის, ეს არის საერთო სურათი, რაც თქვენ აღწერეთ, დაკავშირებული რუსეთთან, უკრაინასთან, ირანთან, თურქეთთან და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ჩინეთის ფაქტორი. ანუ ეს აზროვნება უფრო სტრატეგიულია, უფრო დიდია, ვიდრე ბიზნეს ან ზოგადად წარმოუდგენია ქართულ ოცნებას, მაგრამ იმისანაც რომ თქვენ რასაც ამბობთ, რომ ამას აკეთებდნენ, ისინი საპასუხოდ ირანში მიდიან, ესე ვთქვათ, დაკრძალვაზე, ასევე რაღაც ამ კანონებთან დაკავშირებით თუ ამ მოქმედებებთან დაკავშირებით, მიაჩნიათ, რომ არც ალიათ ისევ ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოსთვის და მე მაინც გონია რომ საერთო ჯამში თუ დააკვირდებით რა თემა არის ის რომ რა ფორმი და რა შინაარსითაც არის დღევანდელი ქართული ოცნება ეს იყოს მისაღები უპირობოდ ამერიკის შეერთებული შტატებისთვის და ვერ აღწევენ ამას. ის დემოკრატიულობის ხარისხი, ის რეპრესიები, ის კანონები, აი ეს ორგანიზაციები, ის ტერორი, რომელიც მათ შორის პოლიტიკური პარტიის ლიდერების წინააღმდეგ არის, კრიტიკული მედიის წინააღმდეგ არის, ეს ყველაფერი ჩამონათვალში არის, რომ როგორ შეიძლება შეარბილონ, დააბრუნონ ეგრეთ წოდებული საწყის წერტილზე და დაიწყონ ნორმალური პროცესი იმისთვის, რომ საშუალება ჰქონდეს ამერიკის შეერთებულ შტატებთან განსაკუთრებით. ძალიან მნიშვნელოვანი არის სამხედრო უსაფრთხოების თუ დაზვერვის თუ სხვა მიმართულებით ურთიერთობების გაღრმავება ორივე ქვეყნისთვის, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს უსაფრთხოება და საგარეო პოლიტიკა იყო დამყარებული სწორედ დასავლეთთან ძალიან მჭიდრო თანამშრომლობას და ეს ყველა მიცოდა რუსეთმა, ირანმა, აზერბაიჯანმა, თურქეთმა და ძალიან მნიშვნელოვანი ბალანსის მნიშვნელოვან ელემენტად მიაჩნდათ. ახლა რა თქმა უნდა ცდილობენ დაალაგონ, იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში რატო უნდა მივიდეს პრემიერ-მინისტრი, რატო უნდა მივიდეს კახი კალაძე და სხვები ამერიკის საელჩოს მიღებაზე, სადაც ელჩიც კი არ არის. დროებითი, ესე ვთქვათ, საქმეთა რწმუნებულია. ხო, ესე იგი რაღაც მნიშვნელოვანად მიაჩნიათ ეს ყველაფერი, როგორ აკეთებენ, რანაირად აკეთებენ, როგორც თქვენ, სუფთა მარჩელობის დონეზე დავიყვანეთ, იმიტომ რომ თანმიმდევრული პოლიტიკა არ არის. რაც გასაგები უნდა იყოს ყველასთვის, მაგრამ აი ეს ხან არის, ხან არ არის, ხან ირანია, ხან ტრამპია, ხან ერთი არის, ხან მეორე არის, ძალიან რთულია რამე
თანმიმდევრული. კი ბატონო, ნამდვილად, აი რა. მე მგონი არც ხსნიან რა უნდა თქვა. კი ბატონო. ვანო, ერთი ასეთი კითხვა მინდა დაგისვათ, ანუ რა მოხდება ქვეყნის შიგნით, როგორი პოლიტიკა გაგრძელდება, რეპრესიული თუ ცოტა მოუშვებენ თუ როგორი იქნება ეს სრულიად გარე ფაქტორებზეა დამოკიდებული თუ მნიშვნელოვანია ასევე ქვეყნის შიგნით რა ხდება. მე ვუსმინე თქვენ სხვათა შორის მაყურებელსაც ვეთქვი ძალიან საინტერესო ინტერვიუს რეალ პოლიტიკისთვის მიცემულ, სადაც ახალი მადიარია მოსაძებნიო რაღაც ასეთიც თქვით. ანუ ახლა ქვეყნის შიგნით ცვლილებებზე მოსურნე საზოგადოება ამ პოლიტიკური სპექტრი რაზე უნდა იყოს ორიენტირებული ამ გარემოში? ხო, იცით არის, მადლობა შეფასებისთვის და იცით არის, რატომაც ღიზიანდებიან როცა ვლაპარაკობ, ეს ფიგურალურად საუბრობ მადიარზე, მაგრამ მე ადრე მახსოვს, რომ ამაზე ძალიან მკვეთრი რეაქცია ჰქონდათ, რომ ხა მოინდომა ამან კიდე რაღაცები სადვეძებოთ. იმ ადამიანებს, რომელიც ახლა არის სასამართლოში დადიან და უწევთ თავის მართლება, რომ რეალურად სახელმწიფო ღალატთან და სახელმწიფო გადატრიალებასთან არ ქონდა საქმე იმ მშვიდობიან დემონსტრაციების დროს, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად ვიხილეთ. მაგრამ მე ასევე უკვე მოვისმინე, მათ შორის ზურაბ ჯაფარიძე ლაპარაკობდა, რომ არის შესაძლებლობა იმისი, რომ მათ მოუწიოთ ქვეყნის დატოვება ან ციხეში აღმოჩნდნენ, ხო? ეს მნიშვნელოვანია, რომ უკვე შემდეგმა რიგმა პოლიტიკურ ლიდერებმა თავის თავზე აიგონ და აიგებენ თუ არ აიგებენ ამას. ეს ცალკე თემა, იმიტომ ძალიან საფრთხილო საქმიანობა არის პოლიტიკა საქართველოში, ძალიან რეპრესიული და ძალიან დასჯადი გახდა. კი ბატონო, საშიში ველია, ფეხის დაბიჯება არ მოგინდება. ხო, რა თქმა უნდა, შენ თუ არ ახარ რაღაცა ფორმით შეთანხმებული, დებატებშიც დადიხარ, ახალ პოლიტიკურ პარტიებს ხარ და ორი გზა არის, ან ამას ამ სისტემას, ესე ვთქვათ, შედიხარ კონფრონტაციაში და ბოლომდე პრინციპული ხარ, ან შედიხარ ეგრეთ წოდებულ იმ ოპოზიციაში, რომელიც ქართულ ოცნებას უნდა რომ ჭირდება რომ კონდეს ეგრეთ წოდებული ფორმალური ამ თამაშის წესებს იღებ. ან მესამე ვარიანტი არის სურპრიზი უწყობს სწორედ რაც უნგრეთმა გააკეთა, რომ პოლიტიკური სპექტრი ერთიანდება სწორედ იმ ადამიანისგან, რომელიც მისაღებია როგორც იმედგაცრუებული ქართული ოცნების ამომრჩევლის, რომელსაც არ უნდა რომ დაკარგოს დასავლური განვითარების გზა, ხედავს რომ არ არის სწორი ამ პატარა ქვეყანაში ეს პოლიტიკას, ეკონომიკური, ფინანსური, სადაც დიდრდებიან უზომოდ ქართული ოცნების მაღალჩინოსნებთან დაკავშირებული ბიზნესი და დანარჩენი მოსახლეობა უბრალოდ ვალდებულია რომ თქვას ყველაფერი კარგად არის, მაგრამ სერიოზული პრობლემები აქვს და რეპრესიული მანქანა. და ამიტომ მე ვფიქრობ, რომ აი ესეთი ყველასთვის მისაღები ადამიანისთვის, რომელიც ის კი არ ვინ თავს იბრალებს, მე ახალი ვარ და ასე შემდეგ და უკვე სამი არჩევნები გამოიარა და სამივე არჩევნებში თუ ორ არჩევნებში დამარცხდა. არამედ ფიქრობ, რომ ეს არის ის ვარიანტი, რომელიც საზოგადოებისთვის იქნება საინტერესო, იმიტომ რომ ყველა ერთი და იგივე რამეს ამბობს. არავის აღარ უნდა არც კი ტელევიზორში მაყურება იმ საუბრების, რომელიც ამ ადამიანებს აკავშირებს იმ ძველ პოლიტიკურ ლიდერებთან, რომელიც არჩევნები თქვეს, რომ ვიგებთ 24 წელს და აღმოჩნდა, რომ მე თავის მართლება მოუწიათ და ძალიან ცუდ მდგომარეობას ჩააყენეს ამომრჩეველი, რომელიც 100,000-ობით მივიდა ხმის მისაცემად, გასაგებია თავის მანქანებით, რაც ქართულმა ოცნებამ გაყალბების თუ გადაბირებით გააკეთა, მაგრამ ამიტომ რაც მიიღეს ხო ნამდვილად მიიღეს. კი ბატონო. მოგეთ პოლიტიკური ახალი უნდა შემოიტანო. იმიტომ რომ სხვა ეს ერთი წრეზე სიარულდი, ანუ ხედავთ, რომ უკვე არავის აღარ აინტერესებს და პოლიტიკა გახდა უინტერესო. პოლიტიკაც აღარ არის, იმიტომ რომ ქართული ოცნება ფაქტობრივად პოლიტიკური პროცესი მოკლა. არავის არ ელაპარაკება, თუ იმეს ელაპარაკება ცემს პარლამენტში მუშტებს ურტყავს, ხო? ანუ შენ პროცესი უნდა დაიწყო, რომელიც საინტერესოა და არა თავის მართლება მუდმივი, რომ აიმიტომ არ გამოდის, ამიტომ არ გამოდის, მე ხო რა უქნა პროცესებზე მიწევს სიარული და ასე შემდეგ. ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი. ძალიან დიდი მადლობა. რაცა ჩვენი შიგნით და ისევე გარე ჩვენი პარტნიორებისთვის იქნება ძალიან მნიშვნელოვანი.